მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულმე სიმადლობა იმის, რომ გამოწერილგეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც ამით გაგესნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ აქცია დაიწყო 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ფასდაკლება შეგვიძლიათ გამოიყენოთ პირად დიაგნოსტიკაზე და ასევე სრულ დიაგნოსტიკასთან მიმართებაში. რაც შეეხება მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ როცა ვაცხადებ აქციას, ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალურად იმ დღესვე გავაკეთო დიაგნოსტიკა და ვთქვათ 2-3 დღე არ გიწევთ ლოდინი, ისე რომ ეგეც გაითვალისწინეთ. რაც შეეხება დღევანდელ მცირე გაშლას, გავაკეთოთ ესეთი გაშლა. რა გზავნილი აქვს თქვენს ფარვალ ანგელოზს თქვენთან. ნახოთ ვინ ხართ თქვენ. თქვენ ახლა რაღაც ცოტა ესეთი გაჩერებული სიტუაცია გაქვთ, განსაკუთრებით ეს გაშლა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ცოტა ფინანსურ სიტუაციებთან ცოტა ისეთი პრობლემური მდგომარეობა, როდესაც გაჩერებულია რაღაცა არ არის ისეთი ცვლილებები, ხო, შემოსავლები ხარჯებს ვერ აღემატება, ხო, რაღაც ისეთი სიტუაცია არის და ემოციურად ხართ ცოტა გაურკვევლობაში. ესეთი კუთხით, ხო, რაღაცა თითქოს საკუთარი თავის რწმენა დაკარგეთ, თითქოს რაღაცა ვეღარ ახერხებთ დაალაგება სიტუაციის და მდგომარეობას და ესეთი სიტუაცია ვისაც გაქვთ. რა აქვს სათქმელი თქვენს ანგელოზს ის, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ესეთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, რომელიც შეეცდება, რომ სწორი მიმართულებით წაგიყვანოთ, რომელიც მოგცემთ თვითრწმენას, ძალას, ხო, რომელიც არა მარტო უბრალოდ თქვენ მოგცემთ, არამედ თვითონაც იქნება ამ სიტუაციაში ესეთი დამხმარე ძალა თქვენთვის, რომელიც თქვათ, არ ვიცი ხა ვის როგორ დაგეხმარებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად შეივსებთ რესურსებს, ანუ ნახეთ, შეიძლება ეს ადამიანი იყოს თქვენი მასწავლებელი, რომელიც მოგეხმარებათ იმაში, რომ რაღაცა ახალი შეისწავლოთ, ხო, ახალი გააკეთოთ, ახალი იდეები წამოიღოთ, ადამიანი, პარტნიორი, რომელიც მოგცემთ იმის ენერგიას და ემოციებს, რომ დამშვიდეთ, დაწმადეთ და შეხედოთ სიტუაციებს, რომ ყველაფერს, ხო, იქვე საყრდენი რო გეყოლებათ, იმედი რო გექნებათ ადამიანის, ხო? აი თქვენ ფარვალ ანგელოზს უნდა იმის თქმა, რომ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ თქვენს გარშემო შეიძლება არიან კიდევაც ადამიანები, მაგრამ უბრალოდ თქვენ არ გიყვართ თხოვნა, ხო, რაღაცა როდესაც გინდათ რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი გადაივლის, დაალაგდება და როცა საჭირო არის თხოვნა, არ მოგერიდოთ, აუცილებლად უნდა ითხოვოთ დახმარება, თუ ეს აუცილებლობას მოითხოვს.